როგორი უნდა იყოს კვების სიხშირე და მოცულობა ხელოვნური კვების დროს. ძის ნაზავით კვების შემთხვევაში ჩვილები იკვებებიან ისევ მოთხოვნილების მიხედვით დღეში 8-12 ჯერ, მაგრამ რადგან ფორმულა ნელა მოინელება, ამიტომ კვებებს შორის ინტერვალი შეიძლება იყოს უფრო დიდი ძუძუთი კვებასთან შედარებით. თავდაპირველად 2-3 საათი და კვების მოცულობის გაზრდის შემდეგ 3-4 საათი. საწყისი რაოდენობა შეიძლება იყოს 50-დან 60 მილilitrამდე და ნელა იზრდება პირველი კვირის განმავლობაში 90 მილilitrამდე. 3 თვემდე ასაკის ჩვილები უნდა იღებდნენ 100-120 კალორიას კილოგრამზე და უნდა იმატებდნენ დაახლოებით 30 გრამს დღეში. არ უნდა აიძულოთ ჩვილი, რომ ბოლომდე მიირთვას ბოთლით საკვები, მან უნდა მიირთვას იმდენი, რამდენიც სურს. ბოთლით კვებისას ბავშვის პოზიცია უნდა იყოს ნახევრად წამოწეული ან დაჯდომილი და არავითარ შემთხვევაში ზურგზე წოლით, რადგან რძე შეიძლება გადავიდეს ცხვირში ან ევსტაქის მილში.